დამტკის და მეთოდური მითითება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50%-ის გაუქმების შესახებ, რომელიც არეგულირებს გადამხდელთა მიერ გადასახადებისა და ჯარიმის 50%-ის ტოლფასი თანხების გადახდის წესებს და პირობებს. აღნიშნული ინიციატივის მიზანია საგადასახადო შემოწმებით დასარიცხი თანხების დროული აღიარების ხელშეწყობა და ჯარიმის თანხის 50%-ის გაუქმების წესების მეთოდოლოგიური ერთიანობის უზრუნველყოფა. ამ და სხვა თემებზე სასაუბრეთ შემოსავლების სამსახურისა და ბიზნეს პარტნიორის ყოველკვირეული რუბრიკის სტუმარია ლევან გებუაძე, შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან აქტუალურ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ვიდრე ეს გადაცემა დაიგეგმებოდა, მე რამდენიმე ადამიანმა, რომელსაც გარკვეული შემხებლობა ჰქონდა ამ პროცესთან, მკითხა, რას ნიშნავდა ეს და როგორ შეიძლება დაუშვათ ამით ესარგებლა. ამიტომ თავდაპირველად რომ მაქსიმალურად განვმარტოთ, რაზეა საუბარი და მე უკვე ჩავშალოთ თითოეული ნაწილი. მოგესალმებით თქვენს ტელემაგურებელს. კი ბატონო, სწორედ ბრძანდებით მეთოდური მითითება ახალი დამტკიცებულია, თუმცა საგადასახადო კანონმდებლობაში ეს მუხლი მოქმედებს 2019 წლიდან და პრაქტიკაშიც გამოყენებული არის. რას გულისხმობს ჯარიმების 50%-ის გაუქმება, ანუ პატიება. თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კანონმდებლობით არის ესე დადგენილი, როგორც აღნიშნე 2019 წლიდან, გადაიხდის საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ძირითად თანხას, ანუ ძირითად გადასახადების ვალდებულება შეასრულებს 30 დღის ვადაში, ასევე ჯარიმის 50%-ს 30 დღის ვადაში ასევე დაფარავს, მას ჯარიმის 50% გაუქმდება, ანუ ეპატიება. რა ზოგადი პრინციპები იქნება განსაზღვრული ამ გადაწყვეტილების მიღებისას? დიახ, თქვენ სწორედ ბრძანდებით, პრინციპები არის ძალიან მნიშვნელოვანი და რატო გახდა საჭირო მეთოდური მითითების შემოღება. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ არის რაღაც საკითხები, რომელზეც არა ერთგვაროვანი ინტერპრეტაცია ჰქონდა როგორც გადასახადის განამხდელის მხრიდან, ასევე აღქმული იყო საგადასახადო ადმინისტრაციის მხრიდან. მეთოდური მითითება ზოგადად მოგეხსენებათ, რომ არეგულირებს ზოგადად ამ პრინციპებს და რა დაკონკრეტდა ამით. დაკონკრეტდა ის, რომ ეს ეხება ნებისმიერ არა მარტო გადასახადს, არამედ საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრებად მოსაკრებლებსაც კი, თუ იქნება შემოწმებული გადასახადის განამხდელი მოსაკრებლების ნაწილში, იმაზეც გავრცელდება. გავრცელდება მიუხედავად იმისა, ძირითადი თანხა ვალდებულება არის დაკისრებული თუ არა. შესაძლებელია მხოლოდ ჯარიმები იყოს გავრცელებული საგადასახადო მოთხოვნის შედეგად, რა თქმა უნდა, გარდა იმ ჯარიმებისა, რაც უკავშირდება მაგალითად ფიქტიური ოპერაციის შედეგად დაჯარიმებულ და რომელ გადასახადებს ეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია საშემოსავლოს მოგებისას, თუ რა პრინციპზეა ეს აგებული მთლიანობა? საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრებად ყველა გადასახადის სახეს ეხება, იქნება ეს პირდაპირი თუ არა პირდაპირი, ზოგადად 6 სახეობაა კი ვიცით, მოგება საშემოსავლო ქონება, აქციზი, იმპორტის გადასახადი და ასევე მოსაკრებელს ორი მოსაკრებელი გვაქვს, რომლის ადმინისტრებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო. თავარი არის, რომ ამ პრინციპების დადგენისას იყო ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი ეტაპი. როდესაც მოგეხსენებათ, კანონმდებლობა განმარტავს, რომ 30 დღის ვადაში უნდა იყოს გადახდელი აღიარებული და გადახდელი გადასახადი. იყო შემთხვევები პრაქტიკაში და არაერთი, როდესაც ბოლო 21 დღეს იხდიდნენ გადასახადს. კი ვიცით ყველამ, რომ სამუშაო საათების შემდეგ ხაზინა აღარ აგზავნის მონაცემებს, ხო ბიუჯეტში. ამიტომ 21 დღეს, როდესაც ირიცხებოდა თანხები, ის მოხდებოდა თუ ის დაემთხოვოდა თლად არასკევ დღეს მაგალითად ხდებოდა ორშაბათს, ხო მესამე დღეს. და იყო რაზროვნება და ამიტომ ჩვენ განმარტებთ, რომ თუ გადამხდელმა 21 დღეს შეიტანა მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში შემოვიდა შემდგომ სამუშაო დღეს, ამაზეც გავრცელდება ეს მეთოდური მითითება. კი ბატონო, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ჯარიმის გაუქმება ეხება კონკრეტულ საგადასახადო შემოწმების შემთხვევას, თუ ის ვრცელდება ადრე არსებულ დავალიანებას. კონკრეტულ საგადასახადო შემოწმებას ეხება მიმდინარე საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში თუ გადამხდელი აღიარებს დარიცხვას და 30 დღის ვადაში გადაიხდის კუთვნილ გადასახადს. ანუ ეს არ ეხება სხვა ვალდებულებებს, შემოწმების მიღმა ვალდებულებებს არ ეხება. როგორ ხდება ჯარიმი ამ თანხის გაუქმება და დაუშვათ განაცხადი უნდა წარადგინოთ, თუ პროცედურები როგორია? რა თქმა უნდა, მეთოდური მითითება არეგულირებს პროცედურებს, როგორც გადასახადის განამხდელის მხრიდან რომ უნდა შემოიტანოს განცხადება აღიარებაზე და ჯარიმის მოთხოვნით, რომ მოითხოვოს 50%-იანი ჯარიმის გაუქმება, ასევე საგადასახადო ადმინისტრაციის მხრიდან ადგენს ვადას, 5 დღეში უნდა შეადგინოს დასკვნა, შემდგომ 5 დღეში უნდა გაფორმდეს ეს გადაწყვეტილება და აისახოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. კი ბატონო, ჯარიმების თანხის 50%-ის გაუქმება მთლიანობაში რა შეღავათის მიმცემია ბიზნესისთვის, რომ კიდევ ერთხელ რომ განუმარტოთ, რატოა ეს მნიშვნელოვანი?
კი ბატონო, ნახეთ, ეს არის ბიზნესის მხრიდან, გადასახადის განამხტელის მხრიდან არჩევანი, შესაძლებლობა და არა იმპერატიული ვალდებულება, რომ ისარგებლოს ჯარიმის 50%-იანი გაუქმებით. გადასახადის განამხტელს აქვს უფლება გაასაჩივროს გადაწყვეტილება, ხო, ზოგადად და არც არავინ არ უზღუდავს, როგორც საგადასახადო ორგანოს სისტემაში, ასევე სასამართლოში გააგრძელოს დავა, თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ჩვენი შიდა გადაწყვეტილებით, გულისხმობ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავების პროცესით. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა. როდესაც გადასახადის გადამხდელმა იცის, რომ დავას აზრი არ აქვს, მას გადასახადის შემცირებული ოდენებები ჰქონდა დეკლარირებული და აქ არაფერი არ არის სადაო. აღარ საუბრობთ იმ მოტივებზე, შესაძლებელია განზრახი იყო განხორციელებული მის მხრიდან, თუ შეცდომით იყო, როდესაც მას გააზრებული აქვს, რომ დარიცხვა არის კანონმდებლობის შესაბამისად სწორად განხორციელებული. მისთვის არის დამატებითი ბერკეტი შესაძლებლობა იმისათვის, რომ 30 დღეში აღიაროს ეს ვალდებულება, შეასრულოს გადახდის ვალდებულება ძირითადი თანხის სრული ოდენობით და ჯარიმის 50%-ის ოდენობით და შეიმციროს დანარჩენი 50%. პრაქტიკაში ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველწლიურად ამას აქვს აქტიური გამოყენება. ბოლო 2 წელიწადი რო ავიღოთ 320-მდე გადასახადის გადამხდელმა ისარგებლა წელიწადი და 8 თვის მონაცემებით ამ შესაძლებლობით 15 მილიონამდე მოხდა ესეთი ვალდებულებების აღიარება, 3 მილიონი ჯარიმის გაუქმება განხორციელდა. რას აძლევს ეს გადასახადის განამხტელს? ეს უზოგავს ხარჯს, დამატების ხარჯს, გნებავთ ადმინისტრაციულს, გნებავთ ფინანსურს, იმიტომ რომ დავას, მათ შორის სასამართლო დავას, ჭირდება დამატებითი რესურსი და ასე შემდეგ. და ჩვენ მოგეხსენებათ გადასახადის განამხტელებისათვის შევქმნით ინფოჰაბი, საინფორმაციო მასალა. გადასახადის განამხტელს შეუძლია იხილოს დავების გადაწყვეტილებები, როგორც საგადასახადო ადმინისტრაციის შიგნით, ასევე სასამართლოში მიმდინარე დავებზე რა გადაწყვეტილებები იქნო. მას ადვილად შეუძლია განჭორეტოს, აქვს ამ დავას პერსპექტივა თუ არა აქვს. აქედან გამომდინარე, რომ ეს არის მათთვის ხელსაყრელი შესაძლებლობა. კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ დავა აქვს ამა თუ იმ გადასახადის გადამხდელს, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? მას შეუძლია თქვენ ახლა რაც ახსენეთ, რომ პირდაპირ ისარგებლოს ამ პრინციპით, თუ დაუშვათ კვლავაც გააგრძელოს და თუ ეს დავა სასამართლოში, აი როგორ თანხმედრაში როგორ არის ერთმანეთთან ეს ნაწილიც რომ განუმარტოთ. თუ გადამხდელი ირჩევს, რომ მან უნდა გაასაჩივროს გნებავთ საგადასახადო ადმინისტრაციის სისტემაში გნებავთ სასამართლოში, მაშინ ამ შესაძლებლობით ვეღარ სარგებლობს, იმიტომ რომ კანონის იმპერატიული მოთხოვნა არის, რომ მან 30 დღეში უნდა აღიაროს და გადაიხადოს. და მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება. და ჩვენი საუბრის ბოლოს ეს გადაწყვეტილება რაიმე ფორმით, რადგან ახსენეთ სტატისტიკური მაჩვენებელიც, რაიმე ფორმით ბიუჯეტისთვის პრობლემური ხომ არ არის, ანუ ამას საბიუჯეტო შემოსავლებზე რაიმე უარყოფითი გავლენა ხომ არ აქვს. არ არის პრობლემური და რატომ? იცით, რომ საგადასახადო კანონმდებლობით გადასახადის ვალდებულება ეკისრება ყველა გადასახადის გადამხდელს გარკვეულ შემთხვევებში და ეს არის იმპერატიული კანონის მოთხოვნა, რომ გადასახადი უნდა იქნას უპირობოდ გადახდილი ფულადი ფორმით. ამიტომ ჯარიმის ნაწილში ეს იქნა შეგნებულად შემოღებული, ეს არის დამატებითი სანქციები, რომ თუ გადამხდელი ძირითად თანხას იხდის და ამ ვალდებულებას რაც ისედაც უნდა შეესრულებინა თავად ჩვენი ჩარევის გარეშე 30 დღეში გადაიხდის და ჯარიმის 50%-ის ოდენობით მის ჯარიმის გაუქმება არანაირ ფისკალურ ეფექტს არ იძლევა, რა თქმა უნდა. ეს არის პირიქით წახალისება, მოკლე დროში მოახდინოს ვალდებულების შესრულება, იძულებითი ღონისძიებები აღარ განხორციელდება, აქტიურად ჩაერთვება ისევ საქმიანობაში, დაეზოგება დამატებითი ხარჯი. ამიტომ ამ კუთხით უფრო დიდი ეფექტი აქვს იმას, რომ მან შეასრულოს ვალდებულება გააგრძელოს ეკონომიკური საქმიანობა. დაამნიშნულოვანი პროცედურაა და კარგია რომ ამაზე დავუშვათ საუბრობთ და ბიზნესს აქვს შესაძლებლობა რომ აი ამ კონკრეტული შესაძლებლობით ისარგებლოს და თუ რაიმე კითხვა აქვს, ბუნებრივია შემოსავლების სამსახური მზად ხართ ამ კითხვებზე ოპასუხოთ. ძალიან დიდი მადლობა ლევან გებოაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.